შერატონში ხედავთ რომ გაბმულია ლენტები სიმბოლურად იმის ნიშნად რომ პოლიციამ 2 საათის დაგვიანების შემდეგ მოვიდა ადგილზე და 4 საათის დაგვიანებით გააბა ლენტები სწორედ ამას აღნიშნავს ახლა ეს ჩემს ირგვლივ შემოსაზღვრული ლენტები თქვენ გესმით ხოლო ოპერატორს გაჩვენებთ შეძახილები კადრები ითხოვენ აქციის მონაწილეები აქ არიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული გახარიას ხარდამჭერები და ითხოვენ თავისუფლებას სამართალს ისმის ეს შეძახილი და ითხოვენ იმ კადრებს რომელსაც არასაჯაროდნენ. მე მაყურებელს უნდა უთხრა რომ აი ზუსტად ეს არის ადგილი რომელსაც ეხლაც ატყვია წითელი სისხლის ლაქები ეს არის ადგილი სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ აქ არის უამრავი სათვალთვალო კამერა სწორედ აქ შემოვიდა გიორგი გახარია რომელსაც შეხვდა დიმიტრი სამხარაძე და შემდგომ სიტყვების შეურაცხყოფის შემდეგ დაზუსტებული ინფორმაციით შეასხა ყავის ჭიქა ამის შემდეგ გაუსწორდა გახარიას ორმა კაცმა დაიჭირა და 4-ის წემდა რამდენადაც ვიცით. მეორე მხარეს აი თხოვ ოპერატორს რომ კარგად აღიქვას მაყურებელმა, აი ეს არის ის ადგილი, სადაც ზვიად ქორიძეს დაესხენ თავს და ესროლეს ქოთანი. აი ამ რესტორანში ჩემს გვერდით მაგნი ისხდნენ ის ადამიანები, მათ შორის გიორგი მანველიძე, რომელიც დღემდე დაკითხული არ არის და ჩვენ ცოტა ხნის წინ დავაზუსტეთ, რომ გიორგი გახარიას ამ დრომდე არ აქვს დაზარალებული სტატუსი. ვიკა ფილფანი აქვს ჩვენთან ერთად და მას ვკითხავ პირდაპირ ეთერში. ვიკა, მოგესალმები კიდევ ერთხელ. ნახეთ აი ეს საგანგებოდ შემოსაზღვრული წითელი ლენტი. ხედავთ აი ამ წარწერს და ეს არ არის პირველი აქცია. დღეს უკვე რამდენიმე დღეა მოდიხართ შერატონში, დღეს სხვადასხვა რეგიონებიდან შემოგერთენ საკმაოდ ბევრი ადამიანია მოსული. რას ითხოვთ შერატონისგან და როგორ ეს შეფასება იმაზე, რასაც ყველა უყურებთ ამ დღების განმავლობაში? შერატონი პირველივე წუთებიდან ჩართული იყო იმ დანაშაულის დაფარვაში და იმ შეიარაღებული თავდასხმის დაფარვაში, რომელიც აქ განხორციელდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე. გარდა იმისა, რომ მათ დაიწყეს დაუყოვნებლივ ფაქტების განადგურება, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი მტკიცებულება ყოფილიყო ამ საქმეში, ამ ადამიანებმა არ გამოიძახეს პოლიცია არც პირველი თავდასხმისას, რომელიც განხორციელდა ზვიად ქორიძეს და არც მეორე თავდასხმისას, რომელიც განხორციელდა გიორგი გახარიაზე. სამოქალაქო პირმა გამოიძახა პოლიცია. ამის შემდეგ ჩვენ ქონდა სრული უფლება რომ მოგვეთხოვა ეს კადრები, გიორგი გახარიას ქონდა ამის უფლება რომ ეს კადრები ქონოდა, თქვენ ყველას კარგად იცით რომ გვესმოდა შერატონიდან დაპირება რომ ეს კადრები გექნებოდათ, თუმცა მათ ძეულად გადასცეს პროკურატურას და გარდა იმისა რომ ამ სერვერებზე ეს ვიდეო ჩანაწერი ამ სერვერებზე არის უამრავი ადამიანის პერსონალური მონაცემი, შესაძლოა ისინი თანამძრახველები არიან იმ დანაშაულის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმის დაკვეთა იყო. მადლობა, აკაკი ღვინიაძეს ვკითხავ, აკაკი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ადგილზე მოვიდა გიორგი გახარიას თავდასხმიდან ძალიან მალევე. ჩვენ ნახეთ როგორ მოვიდა 4 საათის დაგვიანებით პოლიცია, მას შემდეგ სხვათა შორის რაც მედია მიკითხა რატომ არ არის დაცული ის ადგილი, სადაც თავდაესხნენ დანაშაულის ადგილზე, ვიცით რაც ხდება ხოლმე, ხა თქვენ შემოვალეთ ეს ლენტი. და ყოველ დღე დადიხართ აქ. თუმცა დღეს შერატონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმალებიან. რა პოზიცია გაქვთ და სანამდე აპირებთ რომ ესე ამ რეჟიმში იყოს საკმაოდ საერთაშორისო ბრენდის ასპარეზი? დიახ, აი უდიდესი რეპუტაციული ზიანი ადგებათ მათ ამით, იმიტომ რომ ის მათ უარი თქვეს კანონით ვალდებული, რაც კანონით ვალდებოდათ იმის შესრულებას, ჩვენ დავინახეთ რომ აქ ვერ უზრუნველყვეს და უფრო უარესი არ უზრუნველყვეს ვიზიტორების უსაფრთხოება, ჩვენ დავინახეთ რომ მათ არ დაატოვებინეს ეს ტერიტორია, მას შემდეგ რაც ისინი დაესხნენ ზვიად ქორიძეს თავს და სასტუმრო შერატონი ადგილობრივი ადმინისტრაცია არსებობს ამისი ვარაუდი, რომ საერთოდ ჩართული იყო ორგანიზებაში ავტომდასხმის და თავდასხმის და თავიდანვე იცოდა ამის შესახებ, ამიტომ ჩვენ არ შევწყვეტ პროტესტს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა პირი და მათ შორის მათაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა. დღეს აქ მოქალაქეებმა შემოავლეს ეს ლენტები, ის რაც პოლიციელებს უნდა გაეკეთებინათ წინამძღოლში. ამიტომ ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე სანამ არ მივახცევთ. ხედავ რომ პოლიციელები მოდიან, საპატრულო პოლიციის უფროსს ხედავ და კრიმინალურიც დავინახეთ. ბატონ გიორგი პირდაპირ ეთერში ვარ და უნდა გითხოთ. ეხლა რამდენი ხანი დაგჭირდათ მოსვლამ და გამოძახვა? უახლოესი ეკიპაჟი. როგორ? როდესაც ჩემ კოლეგას და გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, რატო დაგჭირდათ 2 საათი? მოდი აი ხედავთ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს, ბათუმის პოლიციის უფროსს მოადგილე. ბატონო გოჩა, პირდაპირ ეთერში ვართ და უნდა გვიპასუხოთ. ეხლა მოხვედით, აი სადღაც 15 წუთში. 4 საათი და აქ იყავი და შემო 15 წუთი თუ გაგვიანდებათ აქ მოსვლამდე. როდესაც ზვიად ქორიძეს აი ამ ადგილზე სასტიკად გაუსწორდნენ. როდესაც იქ გიორგი გახარიას ცემეს, სხვათა შორის თქვენი ყოფილი მინისტრი. მაშინ სად იყო პოლიცია? იმ გიორგი გახარიას რომლის გამოც ყველაფერს
შეთანხმება შემოვიდა თქვენი ინტერპრეტაცია თქვენ მანიპულირებთ არა, ახლა შენ არ მანიპულირებთ, როდესაც აქ მოვედით, შემთხვევის ადგილი არ ქონდა გაცნული. შემთხვევის ადგილი არ გამოძიება ქონდა გაცნული. დაწყებულია ყველა პროცედურა ჩატარდა. კადრები ამისა. გიორგი, რატომ არ არის გიორგი მანველიძე დაკითხული? ვიცით რომ ეხლა შესაბამისად პასუხს ვერ სანამ იძიებდით 2 დღეა რაც პროკურატურამ წაიღო ეს საქმე. 2 დღეა რაც პროკურატურამ წაიღო ეს საქმე. გიორგი მანველიძე რატომ არის თანამდებობაზე? ვითხარით, მაგაში მე კომპეტენტური არა ვარ. პროცედურულად აუხსენე ჩვენ პროცედურულადაც გეუბნებით, რომ მე კომპეტენტური მაგ საკითხში არ ვარ. შესაძლოა და როგორ არ ახართ კომპეტენტური ზან მაინტერესებს. თავდებაზე ვერ უნდა იყოს და ვინ არა მაგაზე პასუხს ვერ გაგცევთ. მე არ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩადის კადრები გაქვთ არა გეტყვით იმას, რომ დაკითხვაზე არის ბარემ, უფლება გამოძიება დაწყებულია, შესაბამისად ვინც და იძებს. რამდენი ხანია რაც გამოძიება დაწყებული და რამდენი ხანია ითხოვს ადამიანები. აქ ეხა რატომ მოხვედით? აქ რატომ მოხვედით ახლა? შეტყობინების საფუძველზე მოვიდა. და რას ითხოვე? რა გითხრეს? რა თქმა უნდა შერატორის ადმინისტრაცია. და მაშინ სად იყავით? ამას გეკითხებით ზუსტად. 4 საათის განმავლობაში ლენტი ვართ ვიყავით ყველგან. არ იყავით ბატონ გოჯა, მე და თიავაში შემოავლეთ ლენტი. ინციდენტი მოხდა მაშინ დაგვიანებით. ჩვენს გამოგვიდგა. დღეს ახლა აქცია არის შესაბამისად წინასწარ ინფორმირებულები ვიყავით რომ და ინციდენტის რო წინასწარ არ ვიყავით ინფორმირებული რა თქმა უნდა დანაშაული რო ხდება 2 საათი მეორე განყოფილება 100 მეტრში გაგვთ ბატონო 100 მეტრში არ არის ნუმერულირებ რაღაც რამდენი განყოფილება მე ყოფათ ახლა რეაგირება ბულვარი აქვე არ არის ბულვარის განყოფილება რამდენი მეტრშია რამდენი ხანი დააგვენდება აქ ადამიანი ისე მოკლან შეიძლება რომ 2 საათი ვერ მოვიდეს პოლიცია რაზე გულაპარაკები 2 საათი არ ყოფილა 2 საათი არ მოსულხარ და 4 საათი ლენტი ვერ შემოაბით ეხლა რა გამოძახებაზე ხართ აქცია? ვეცდები რომ შერატონის ადმინისტრაციასაც ვკითხავ გოჩასთან წამოყოს ხედავს უკაცრავად მენეჯერი ისევ არ არის დღესაც კადრებზე შეგიძლიათ გვიპასუხოთ კადრები რატო გააქრეთ და სერვერები და რატო წაიშალა მასალა გვიპასუხებს ვინმე პასუხი არ აქვს ამჯერად შერატონის ადმინისტრაციას მე კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ახლა მიმდებარე ტერიტორიაზე რა ხდება შერატონის შესასვლელში რა თქმა უნდა პოლიციელები მიღბებით უკვე ადგილზე არიან მოკლედ ესეთი აქ ვითარება ჩვენ ბუნებრივია ურჩებით ადგილზე და მოვლენების შესაბამისად დაგიბრუნდებით მაშ ასე პროტესტია ბათუმის